მიშედანინო ძველი რადიო დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით გეტყვით რომ გუშინ დაიწყო მწერალთა სახლში ლიტერატურული შეხვედრების სერია პარასკევის საღამოები ჩვენი სტუმრები არიან პოეტი ცირა ოქროპირიძე მწერალი მწერალთა სახლის ადგილობრივი და რეგიონალური პროექტების ხელმძღვანელი ბაჩო კვირტია მოგესალმებით მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ რაც შეეხება პარასკევის საღამოებს როგორც დავაანონსე გუშინ დაიწყო და შეიძლება ითქვა სალონური საღამოები გაიმართება ოღონდ ეს პროექტი არ არის ახალი ანუ ამ პროექტს უკვე ერთწლიანი ისტორია აქვს და სხვა სახელწოდება შესაბამისად ბაჩო უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს თუ როგორ გაჩნდა იდეა როგორ დაიწყეთ სადამდე მოხვედით რა მიზანს ემსახურებით და რა თქმა უნდა შემდეგ წარადგენთ პოეტებს და ყოფილი ხარ თუ არა გუშინდელი შეხვედრები ცირა ოქროპირიძე რომელიც გუშინ წარსდგა თავისი პოეზიით საზოგადოების წინაშე ჩვენთან ერთად არის მაყურებლის წინაშე ასე რომ სასაუბრო ბევრია გისმენთ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მსმენელს ამ არაჩვეულებრივი სტუდიიდან კეთილი იყოს ჩემი ფეხი პირველად ვარ აქ რაც შეეხება ჩვენს პროექტს მართალია ერთი წელი შეუსრულდა უკვე ერთი წლის გახდა იდეა დაიბადა ერთობლივად ლიტერატურული გაზეთის და მწერალთა სახლის ერთობლივი განსჯის და ფიქრის შემდეგ რომ როგორღაც ჩვენი ძალებით ერთობლივი ძალებით რაღაცნაირად მეტი ასპარეზი მიგვეცა ახალი ავტორებისთვის, ახალბედა ავტორებისთვის და ამიტომაც შარშან დაერქვა ასეთი სახელი, ახალი სახელები. ასე ერქვა ამ პროექტს და თლიანად იყო დათმობილი მათთვის ასპარეზი. კვირაში ერთხელ პარასკევობით ვიკრიბებოდით, ჯერ იყო 3, ზოგჯერ 4 ავტორიც ყოფილა ერთ საღამოზე. შემდეგ უკვე შევჯერდით იმაზე, რომ ჩამოსულიყავით 2 ადამიანზე, 2 ავტორზე. ხან ორივე პოეტი იყო, ხან ერთი პოეტი იყო და მეორე პროზაიკოსი იყო. ასეთი შეხვედრები იმართებოდა რეგულარულად კვირაში ერთხელ პარასკევობით, რომელიც ზოგჯერ 2 საათზე მეტხანსაც გასტანა იყო რამდენიმე შემთხვევა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ რასაც ემსახურებოდა ეს ამ დასახულმა მიზანმა გაამართლა, იმიტომ რომ ფართო საზოგადოებამ და მკითხველმა გაიცნო ძალიან ბევრი საინტერესო ავტორი, პოეტიც, პროზაიკოსიც, კრიტიკოსიც მათ შორის, რომელიც თქვათ ესეისტური მიმართულებით მუშაობს და ამ ავტორებმა მინდა ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც არის სარეზიდენციო გაცვლითი პროგრამები, წიგნის ფესტივალები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ჩვენს მეზობელ მაგალითად ახლახან ჩატარდა წიგნის ფესტივალი ბაქოში, საერთაშორისო წიგნის ფესტივალი, სადაც ზუსტად აი ამ პროექტიდან წამოსული ავტორები იღებდნენ მონაწილეობას რამდენიმე ავტორი. წელს უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ასე ვთქვათ, მაინც რაღაცა მასში იყო ხო ჩარჩოებში მოქცეული, ვინაიდან მხოლოდ ახალბედებს ეთმობოდა. გადავწყვიტეთ, რომ გაგვიფართოებინა უკვე ეს არეალი და არა მარტო ახალბედა, არამედ უკვე გამოცდილი პროფესიონალი ავტორებისთვისაც დაგვეთმო საღამოები და ამიტომ დავარქვით სრულიად ესეთი უპრეტენზიო, მაგრამ ამავე დროს ბევრის მთქმელი სახელი პარასკევის საღამოები. ძალიან ლაკონური და ძალიან ესთეტური სახელია და მართლა ხდება და ბაჩო მე მაინტერესებს აი ის პლატფორმა საორგანიზაციო მხარე მაინტერესებს ანუ სამზარეულოს ჩავიხედავ როგორც ნინოს იყო ხოლმე საუბარი როგორ ხდებოდა აი მსმენელების შერჩა ანუ როგორ ხდებოდა ჩვენ მსმენელებისთვის ინფორმაციის მიწოდება რომ დავუშვათ ამადამ მწერალთან ამადამ კრიტიკოსთან ამადამ დრამატურგთან იქნება შეხვედრა აი როგორ ხდებოდა ანუ პლატფორმა ქონდათ ხო ალბათ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური და მოქმედი Facebook პლატფორმა ჩვენი Facebook გვერდი სადაც ასე დუხს ასე ვთქვათ ცხოვრება რო ვთქვათ იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ინფორმაციის განთავსება გვიწევს ეს არის თარიღები დაბადების დღის ქართველი მწერლების პოეტების სხვადასხვა ღონისძიებები რაც კი ტარდება მწერალთა სახლში ყველაფერი შუქდება, ყველაფერი ფოტოზე აღიბეჭდება, ვიდეო ჩანაწერები, ყველაფერს ვათავსებთ. მათ შორის აი ამ საღამოების შესახებაც რეგულარულად, როდესაც აი მაგალითად ჩატარდა გუშინ პირველი საღამო, რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე შევარჩევთ მომდევნო პარასკევისთვის 2 ავტორს და ამ ავტორების შესახებ ეს ქარტს რო ეძახიან სპეციალური ესე თქვათ
ფოტოს და თავისი ტექსტით დაიდება და განთავსდება და ნახავს უკვე ჩვენი აუდიტორია რომ ვისთან მოუწევს ალბათ კომენტარებსაც აქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ კომენტარები არანაკლებ მნიშვნელოვანია. შერჩევას რაც შეეხება, შერჩევაც ერთობლივად ხდება წერალთა სახლის მეც ვარ ჩართული წარმომადგენლებისა და ლიტერატურული გაზეთის თანამშრომლების ერთობლივი მითი შეთანხმებით. ვინ უნდა იყოს შემდეგი ავტორი. დიახ, და აი მსგავსი პროექტები და თქვენც ამაზე ისაუბრეთ, ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი შარშანდელი რო გავიხსენოთ, ანუ აღმოჩენებზე რო ვისაუბროთ და შემდგომ, ანუ რა მოხდა, როგორ განვითარდა, ანუ იღებენ თუ არა მონაწილეობას რაღაცა სხვადასხვა პროექტებში, ანუ თუნდაც გამოსცეს თუ არა კრებულები, შეიძლება მანამდე არ ქონდა, ხო, ახალგაზრდა ავტორს კრებული გამოცემული, რამდენად უწყობთ თქვენ ხელს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ცირასთან გვექნება. მაქსიმალური ხელშეწყობა არის ჩვენი მხრიდან. წიგნის გამოცემა იქნება ეს, რომელიღაც ფესტივალში მონაწილეობის მიღება იქნება თუ რეკომენდაციის გაწევა იქნება გამომცემლობისთვის ან ნებისმიერი თქვათ საგამომცემლო დაწესებულებისთვის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ ის ნიჭიერი და პოტენციურად როდესაც ხედავთ რომ ადამიანი გამოხატავს თავის ტექსტებში პოეზია იქნება თუ პროზა, რომ მას აშკარად აქვს ეს წერის ნიჭი და არის ძალიან საინტერესო ავტორი თავის ტექსტებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს. აღმოჩენები არ მინდა უბრალოდ ვიღაცა შეიძლება გული ვატკინო, მაგრამ ძალიან ბევრი ავტორი არის უკვე იმ ჩამონათვალში, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ. აუცილებლად ისინი ყოველთვის ჩართულები იქნებიან ამ ღონისძიებებში. კი ბატონო, და გუშინ დაიწყო, ხო, წლევანდელი გუშინ შედგა პირველი საღამოები და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი დღეშვენი სტუმარია ცირა. არაერთხელ ჩვენ სტუდიაში ნაყოფი და ყოველთვის ყოველ ჯერზე რაღაც სიახლეებით არის. ანუ გავაჟღერებ კიდევ ერთხელ რომ პოეტიც არის და ამავდროულად ყოველთვის არის ჩართული აი ღონისძიებაში, მსახიობი, ლანდშაფტის დიზაინერი და ყველაფერს ახერხებს, ყველაფერს პოეზიის ელფერს ზენს და ფაქტობრივად ვარდებსაც ასაუბრებს ეს რა თქმა უნდა. ვარდების ენით გვესაუბრება ცირა და ცირა რაც შეეხება გუშინდელ საღამოს. ჩვენ ვისაუბრეთ სანამ ეთერში შემოვიდოდით და აი ბატონმა ბაჩომაც აღნიშნა რომ 2 საათიც მე მგონი არ გეყოთ იმისთვის რომ აი ამოგეწურათ ცირას პოეზია, თქვენი პოეზია შენი მოდი გეტყვი ჩვენ ასეთი ახლა მეგობრები ვართ, ამოუწურავია ემოცია გაგვიზიარე გუშინდელი დღის რა იყო დაუშვათ იყო რაღაც ახალი განცდა ამ ამპლუაში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდეგი. მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგვიწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ასევე უთხრა, უკვე ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ლიტერატურულ გაზეთში პირველად დავიბეჭდე, სულ ორჯერ დავიბეჭდე და ეს ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის. ირაკლი ჯავახაძეს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა, ბაჩოს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. მანამდე ყოველთვის მე ვიყავი ხოლმე მაყურებელი, ვესწრებოდი ამ საღამოებს, რასაკვირველია ხშირად და მოკლედ გუშინ მქონდა ბედნიერება, რომ მეც დამჯდარიყავი არა მსმენელის ამპლუაში, არამედ მომეწვია მსმენელი ჩემი ლექსების მოსასმენად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საღამო შედგა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ისეთი მაყურებელთან რაღაც განსაკუთრებული ახლო შეხება და შეგრძნების მომენტი იყო. მე ადრეც მქონდა საღამო, მაგრამ ის უფრო სცენაზე ვიდექით და თეატრალიზებული იყო და ეს რაღაცა ძალიან სალონურია ეს საღამოები და უფრო ახლოს პირისპირ ხვდები ხო მაყურებელს, შენს მსმენელს. და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო და კარგი საღამო იყო. მე ძალიან დავიტვირთე და მადლობელი ვარ გუშინდელი დღის და
დანარჩენი ალბათ მაყურებელმა უნდა თქვას და შეაფასოს. და მცირა, რაც შეეხება შენს პოეზიას, მართლა არც ვერცეთს ვერ გამოვყოფთი, ვერცეთ ლექს, თუმცა რაც შეეხება ბაბუაწვერების მდელოს, ხო? ბაბუაწვერას მინდორი. მე უკაცრავად ბაბუაწვერას მინდორი. ეს კიდე რაღაცა სხვა არის. ეს ახალი კრებულია? არა, ეს არ არის კრებულში ეს ლექსი. კრებულში არ არის და ამიტომ მინდა რომ ირედი ამონარიდი წაგვიკითხო. ვარდებს ხო არ ეწყინათ ბაბუაწვერაზე? და თორცები დაიბეჭდა, ხო, ლიტერატურულ. კი, აი ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა სექტემბრის ნომერში ბაბუაწვერას მინდორი. რატომაც აი მდელო მახსოვდა. არა, ბაბუაწვერას მინდორი. მოდი მაშინ დასასრულს წავიკითხავ ალბათ, ხო? იმიტომ რომ საკმაოდ დიდია და საერთოდ ეს მინდა, როდესაც ჩემს საღამოს გავაკეთებ, ალბათ ეს უნდა ვითამაშო სცენაზე, აუცილებლად. გუშინ ვიჯექი და რაღაცნაირად განცდა მქონდა და მცდელობა იმისა, რომ თამაშობდი უბრალოდ. დამჯდარი არ არის მარტივი. შეიმჩნეოდა ეს. და სხვათა შორის ცირას არტისტიზმი ყოველთვის ალამაზებს მის შემოქმედებას. ნუ ეხა პროფესიული ჩვევაა ესე ვთქვა. ჩვენიერი ჩვევა. კაი, ნუ დასასრულს წავიკითხავ მაშინ, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ახლა ამ ყვავილებს უმაღლეს განზომილებაში გადავყავართ, მაგრამ მიწის სული კვდება, ავადაა. მე ამ ღამეს ლოტუსების ტაძარში ვათევ. შენ ჩემთან დარჩი სურნელის მნათევ. აქ ისფერი ტბა ირწევა ლილიფარებით, გაცურე ნავით. ნუ გაიქცევი საკუთარი თავიდან. შეჩერდი წამით. დაეწაფე ოქროს თაღებიდან ჩამოღრილ ნექტარს. ეს გული მხოლოდ სიყვარულისთვის ფეთქავს. ახლა თვალებს მიღმა დარდის ტბებია. მახსოვს ტიროდი, ამ ზღაპარს რომ იყვებოდა ჩემი ბებია. ახლა ვინ იზრუნებს მასზე? ანგელოზები, ეშმაკი, ღმერთი თუ არავინ. ამ დროს ჩემში ღმერთი გაირინდა, ვითარცა არსის საკრალური სუნთქვა ფარავნის. მე ვინ ვარო? კითხა. მე არ მქონდა საპასუხოდ არც ერთი სიტყვა და ჩემთან დარჩა იმ საღამოს სულის მენავე. ბაბუაწვერას შეუბერე, გაფრინდა და მალე მოვა ალბათ თქვენამდე. აი ეს არის. ყოველთვის პაუზაა ხოლმე ის ლექსებში. ნამდვილად და ბატონ ბაჩოს მინდა ვკითხო, ანუ რაც შეეხება გუშინდელ საღამოს, როდესაც პირველი დღეა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა გახსნას, ხო, როგორ დაიწყებთ. და აი თქვენი ემოცია. და ცირას გარდა მეორე ავტორიც იყო. მეორეც ავტორი იყო, მასეც რო ვისაუბროთ. და აი როგორ საბეჭდილება დაგჭათ, როგორ დაიწყეთ წლევანდელი პარასკევის საღამო? ძალიან გაგვიმართლა, ასე ვთქვათ. გაგვიმართლა, ნუ ისეთი პირობითი ნათქვამია, იმიტომ რომ ორი აბსოლუტურად კონტრასტულად განსხვავებული პოეტი იყო გუშინ აუდიტორიის წინაშე. აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან საინტერესო ცხადია. და აი ამ კონტრასტებმა ცირას რაღაცა მომაჯადოებელმა, მისტიკურმა პოეზიამ. მე უცბად გადავინაცვლებდით, დაიწყებდა ლევანი სრულიად სადა, ლაღი, უბრალო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და ნიჭიერებას რო ასხივებს ისეთი ტექსტები და აი ეს იყო რა, როგორ გითხრათ რა, აი რა შევადარო, არ ვიცი, ალბათ რაღაცა სხვადასხვა სურნელებას რო შეიგრძნო. ჩაგეკითხეთ, ანუ მონაცვლეობით კითხულობთ, კი, მონაცვლეობით, რა თქმა უნდა და სხვათა შორის აი მე წეღან თქვი რომ რაღაც დანერგვა გვინდა მეთქი და ბარემ თქვენი ეთერით ვისარგებლებთ და დავაანონსებ ამას რომ ფართო საზოგადოებამ დაინტერესებულმა ადამიანებმა იცოდნენ რომ ჩვენ გვინდა ასე ვთქვათ ჩავანაცვლოთ ხოლმე რაღაცა პერიოდულობით ეს პარასკევის შეხვედრები ერთგვარი პოეტური დიალოგებით. ეს იქნება სრულიად სხვანაირი ფორმატი. ეს უკვე მაგიდასთან აღარ დასხდებიან პოეტები. ჯაზური ჯემსეიშენი წარმოვიდგინე, როდესაც ყველა საუკეთესოდ ფლობს თავის ინსტრუმენტს და ერთმანეთის პირისპირ. აკარგია. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს. და ეს იქნება ნონ-სტოპ, აბსოლუტურად შეუჩერებელი, გადაძახილი სრულიად პაუზის გარეშე. ცოცხალი იქნება. პაუზის გარეშე. ეს ალბათ არ ვიცი მე ეს შეიძლება ითქვას რომ ექსპერიმენტიც გია. გაუჩერებლად რამდენ ხანსაც გავძლებთ და ისინი გაძლებენ ავტორები
მე ვფიქრობ ალბათ 1 საათი ალბათ იქნება მე ვფიქრობ მეტიც და რამდენი ავტორს მოიაზრებთ ამ პროექტს? დუელი. და ძალიან საინტერესოა ბატონ ბაჩო იმდენად რამდენადაც იქ დამსწრე მაყურებელი იცნობს ხო ასე თუ ისე შემოქმედებას ერთის ფანები არ მინდა თქვა ერთის გულშემატკივრები და მეორის და ერთგვარი რაღაცნაირად მართლა ესეთი სალონური ისევ ჯაზ დაუბრუნდები როდესაც ძალიან საინტერესოა რომ ცადოთ მოვსინჯოთ აბა რა გამოვა იმიტომ რომ გვინდა რომ რაღაცნაირად გადავახალისო და რაღაც საინტერესო აი ხა ისეთ საინტერესო რამ თქვით რაღაც პერიოდის უკან მიშას უთხარი და ძალიან მინდოდა მსგავსი სტუდიაში გაგვეკეთებინა თუ გახსოვს ორი პოეტი მოგვეწვია და აი ეს შეუჩერებლად კი ბატონო და აი ნახავთ ჩვენც დავესწრებით თქვენის ნებართვით ძალიან საინტერესო საღამო იქნება და უნდა გავაგრძელოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ეს იდეა მაქვს. კი ბატონო და მინდა ამის გაკეთება ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. რა გამო? არა, თან ეს დუელის არ იქნება, ეს იქნება რაღაცა დუელი, ნუ რაღაცა ტანდემი. ეგ არავინ არ შეიძლება დიალოგი დუელში გადაიზარდოს. არა, ხო, გამორიცხული. ეს როგორც რაღაცა შაირობა გამახსენდა. კი რა მინდა შეგეკითხო, ანუ სცენა შენთვის არ არის უჩვეულო და ყოველთვის საღამოები არაჩვეულებრივი ინსპირაციები და ყოველი შენი საღამო რაღაცა სიახლეა, მაგრამ გუშინდელი მომენტი სულ სხვა იყო. ანუ შენ წარდექი მსმენელის წინაშე, რომელიც გიცნობს შენი პოეზიიდან გამომდინარე შენობით რო ლაპარაკობდი შენ და უკვე მოვილაპარაკეთ ამის თაობაზე და ხო და აი შენი პოეზიის მსმენელთან შეხვედრა რა განცდაა. ანუ ის ერთია როდესაც შენ იცი რომ წერ და იცი რომ მსმენელი ყავს, ანუ მკითხველი ყავს და იცი რომ მოწონთ შენი ლექსები, ამაზე YouTube-ზე გამოხმაურებების და ნახვების სიმრავლეს მეტყველებს, მაგრამ აი როგორია მაინც ის ემოცია, როდესაც ურთიერთობა გაქვს ცოცხალი აი ამ ადამიანებთან. ნუ საოცარია მართლა ეს ემოცია. როდესაც შენ აგზავნი ენერგიას, აგზავნი შენს ემოციას და უკან გიბრუნდება. და სიყვარულის ენერგია ტრიალებს რაღაცნაირად და მე ასეთი განცდა მქონდა რომ თითქოს მთელი დარბაზი ის 2 საათის განმავლობაში აი საოცარი სიყვარულის ენერგიით იყო დამუხტული. რაღაც სხვა სიხშირეზე გადავედით შეიძლება ესეც ვთქვა. და რაღაცნაირად ხდებოდა აი ამ ენერგიების გაცვლა. შეიძლება ამბობ ხოლმე სიყვარულის ენერგია ძალიან გიყვარს ეს მოდი ფრაზა დავარქვათ და ძალიან მომწონს ნამდვილად სადაც ცირა ოქროპირიძის პოეზია იქ სიყვარულის ენერგია რაც ადამიანებს ძალიან გვჭირდება ცირა და კიდე უნდა წაგვიკითხო მე არ ვიცი მე ვერ შევარჩევ იმიტომ რომ ყველა ლექსი ჩემთვის არის ნუ აი ძალიან ძვირფასი და ჩვენ არ წავიკითხავთ ხო არა მეც წავიკითხავდი სიამოვნებით ხო მაგრამ ხო სადაც ცირა კითხულობს ხა იქ თავშევიკავებ და გუშინ აი რომელი იყო თუნდაც ის ლექსი რომლის საკითხვა ძალიან გინდოდა იყო რომელიმე გამორჩეული და რომელსაც კარგი რეაქცია მოყვა, ანუ აი ეს ფიქრობ რომ ყველას ესეთი რეაქცია მოყვებოდა. ან შეიძლება ბატონ ბაჩოსაც რო ვკითხოთ. აი მე სათაური არ მახსოვს, ყველაზე ვრცელი. ბაბუაწერას მინდა. ბაბუაწერას ეს იყო რომელმაც აბსოლუტურად მოიცვა მთელი დარბაზი და აი როგორ გითხრათ, აი ემოციურად წამოყვნენ. და უკვე ყველა თითქოს ჩაძირული იყო იმ ემოციებში, რასაც გადმოსცემდა თავისი პოეზიის კითხვისას ცირა და ბოლოს კიდევაც გამოჩნდა უბრალოდ დაასრულა იფეთქა დარბაზმა. ცირა თქვენთვის დამინთმია დაფნის გვერდინები. ხო, რა მომენტი იყო, იცი რომ ეს ხო დიდია დიდი ფორმატის არის ეს ბაბუაწერას მინდორი და მე რამდენჯერმე ვიკითხე სანამ გადავიდოდი რომ წამომყვებით რომ ეს წავიკითხო და კი წაიკითხე კაი და ნუ რაღაცნაირად შევამზადი ამისთვის რომ აბა ბაბუაწერა თვითონ მეუბნებოდნენ მე დარბაზიდან და რადგან ნუ ბაბუაწერა ძალიან ვრცელია ხო ნუ ნაწყვეტი და ცისფერი რაფსოდია არ მაქვს ახლა აქ და მოდი სხვა რაღაცას წავიკითხო კარგი მას ის ჩემი საყვარელი ლექსია კი ბატონო. აი, მოდი ახლა წავიკითხავ.
შემოდგომას წავიკითხავ. შემოდგომა მაინც ცოტა ნაღვლიანი შემოდგომაზეა. ნუ ამინ სუხდება. შემოდგომაზე მაგრამ ვიდათ ესეთი. მე მიყვარს ძალიან ეს ლექსი და მოდი ამას წავიკითხავ. ისე მდუმარეა ახლა შემოდგომა. სულ თქვა მეფურცლება სულთა გარინდებით. ვიდრე სინანულის ღამე ჩამოთოვს და სული ამევსება. ცივი ამინდებით მოდი. უშენობის წამებს გავაჩუმებ. ვიდრე მოფარფატე ფიფქად გამიქრები. არაფერი. შენზე მეფიქრება. ნუ თუ ყველაფერი არის გასაგები. იქნება მთოვაში სულიც ლამაზია. იქ არც საზღვრებია და არც ჰორიზონტი. ფერის ცვალებიდან, ფერის ცვალებამდე. სულთა მოჩურჩულე, სულთქმად მოგიხმობდი. იქნებ სიზმარია, იქნებ შევიშალე. შიშობ უშენობის ჩაქრნენ კელაპტრები. თითქოს დრო გაჩერდა, ვეღარ აგიტანე. განაგსაყვედურობ, ტკივა ყველაფერი. შენი სურნელებით მზისკენ მიმაფრენენ. სულთა ღვთაებრივი, სულთან გარინდებით. არა ასე ცამდე როგორ ამიტანე ღმერთო. მე ასეჯერ მაინც ავტირდები. და ეს შეგრძნებები წვდიაც მიარღვევენ. სულთა ღვთაებრივი, სულთან გარინდებით. ცაზე ვარ სკლავები, შენ თავს მიმალავენ. სუნთქავ დაფურცლული, თეთრი ყვავილებით. კარში გაიშლიან ღამეს თავთავები. როცა ამ ჩატდება სუნთქვა ერთი ციდა, მერე არასოდეს აღარ დავმთავრდებით ვიდრე სიკვდილამდე მოდი. შენთან მინდა ისე მდუმარეა ახლა შემოდგომა. სუნთქვა მეფურცლება, სულთან გარინდებით. ვიდრე სინანულის ღამე ჩამოთოვს და სული ამტკივდება, ცივი ამინდებით. თითქოს დრო გაჩერდა ვეღარ აგიტანე. ბაჩო მე მართლა აი თქვენისთან საღამოები ახლა უკვე პატარა მონაკვეთი იყო იმ შეხვედრის ემოციებისგან გამო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები არის ცოცხალი პოეზიის, როგორ თქვა, პოეზია ცოცხლდება, ანუ არა მხოლოდ ის, რომ რაღაცა ფურცელზე გადატანილი, ეს ურთიერთობა, ეს კავშირის ენერგეტიკა სულსაც აცოცხლებს და მადლობა მინდა გითხრათ ყველა ორგანიზატორს, ვინც ეს არ არის მარტივი ამბავი, ეს დაორგანიზა და ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანა. ბატონო ბაჩო, თქვენს მწერალი ბრძანდებით და დრამატურგი და მე ვისარგებლებ შემთხვევით და დაგეკითხებით, ამ თქვენს თუ მიიღებთ ამ დუელში მონაწილეობას საინტერესოა. დუელი არ ვიცი. ხო, დუელი არ, ნუ რაც დუელი ცოტა სულია პროზაიკის, მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ მეც რომ რომელიღაც ჩემს კოლეგასთან ერთად კი ბატონო, კრიტიკოს საინტერესო იქნება. დავაკეთო ჩვენი საღამო აუცილებლად ამ შესაძლებლობას მე ვეღარ გავუშვებ. გასაგებია და აუცილებლად გელოდები ჩვენთან სტუდიაში უკვე სხვა ამპლუაში. აი ეს რაც მე ჩაფიქრებული მაქვს ფაქტიურად ხო, აი ნახოთ გამოვა და რა გამოვა და ვიცი რომ ძალიან კარგი გამოვა და შემდეგ გადმოვიტანთ ჩვენ სივრცეში და ნით რა შეეხება ესეთი სტილის და მე ესე ვხედავ სალონურ საღამოებს, ეს ჩვენი ტრადიციაც არის საქართველოში, დიახ, ეს იმართებოდა და ჩვენ ვიცით და სალონური საღამოები და ფაქტიურად ეს მისი ანალოგია, მოდით ასე ვთქვათ, თანამედროვეობაში, ხო, იმიტომ რომ აიცი რა მამაზე ისაუბრა, როდესაც პირისპირ ჯდები და შენს მსმენელს და შენს მკითხველს თვალებში უყურებ, ეს აბსოლუტურად სხვა განცდაა და დამერწმუნეთ, აიცი რას პოეზიას ნაზიარები ვარ წლები, მაგრამ როდესაც ის კითხულობს და მე ესე ვუყურებ და პირისპირ ვუსმენ, სულ სხვა განცდაა. და ისევ ახალგაზრდებს მინდა შევეხო და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის პოპულარიზაცია. ვიცით, არიან პოეტები ისეთი, რომლებიც უბრალოდ ახალ თამაშს წერენ, მოდით ასე ვთქვათ, და ჩვენ არ ვიცნობთ, არ ვიცით. არადა მნიშვნელოვანია ის, რომ მკითხველი გაეცნოს, ხო? და აი წელს ახალგაზრდები თუ მიიღებენ მონაწილეობას, ანუ შარშანი იყო ახალი სახები, წელს აუცილებლად ხო, პარასკევის საღამოები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავივიწყებთ ახალბედებს და ახალს აუცილებლად ეს იქნება უკვე შერეული, ესე ვთქვათ. ახალბედებიც
და გამოცდილი პროფესიონალი ავტორებიც. ორივეს დაეთმობა ასპარეზი. კი ბატონო, და ეს დუეტებიც საინტერესო იქნება მათ შორისაც. ანუ სხვადასხვა შეგიძლიათ ვერსია. სხვათა შორის ნინო, მე ხო ვესწრებოდი შარშანამ საღამოებს და მოდიოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც წერენ ეს სრულიად მეცხრე 11 კლასელი ბავშვები. ანუ შეზღუდვა არ არის. არა, მოდიოდნენ მაყურებლად, ესმის და მე ისეთი სურვილი უჩნდებოდათ აი ეს პროცესი რომ იწყებოდა და რაღაცა გამთლიანება ხდებოდა, რომ მეც შეიძლება რომ წავიკითხო და რა თქმა უნდა ბაჩო ეუბნებოდა რომ გუშინ მაგალითად საშუალო ასაკის ქალბატონი უცბად დამსწრე გაიხსნა ხო მიკროფონი ითხოვა რა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა მას უარი უთხრა არა გამოიცხო თავისი ლექსები წაგვიკითხე 1-3-4 მე მეორედ გამოვიდა კიდე აიკითხა კიდე მართლაც სალონურია იმიტომ რომ აუდიტორია აბსოლუტურად გამქრალი ეს რაღაც ოფიციალური და ხალხაზე რო ხართ ეგ არის მნიშვნელოვანი ვიღაცამ შეიძლება და ის წაიკითხე რა ხო იქიდან გეძახის ეხა ის წაიკითხე სრულიად უშუალოა ავტორებსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობა ზუსტად ეგ არის სალონური შეხვედრებია ეს. ნამდვილად და ამასობაში შეიძლება ისეთი აღმოჩენაც გააკეთოთ, რომ რა თქმა უნდა. ისე შეიძლება ლექსებს არ წერდე. მარგალიტები ყვანა, მაგრამ ისიამოვნო აი ამ სიტუაციით, ისიამოვნო ამ ენერგეტიკით და გახდე თანამონაწილე იმ პოეზიისა, რომელიც ჟღერს იმ დარბაზში და ამისთვის მართლა დიდი მადლობა. კი ბატონო, და მადლობა მწერალთა სახლს. რა თქმა უნდა. ლიტერატურულ გაზეთს, მწერალთა სახლს და ყველა ორგანიზატორს, იმიტომ რომ არ არის მარტივი. რა თქმა უნდა. ირაკლი ჯავახაძე, ლელა ლაუშვილს გუშინაც ლელას უდიდესი მადლობა, ხო. კი ბატონო, დიახაი, თქვენ ახლა აღნიშნეთ თავს დაუზოგავად შრომობენო და ამ ყველაფრის უკან მართლა ძალიან დიდი შრომაა, იმიტომ რომ ეს ასე ადვილად მსგავსი პროექტის განხორციელება ასე ადვილი არ არის, ხო? ასე ადვილად შეკრიბო პოეტების ესეც არ არის მარტივი კი. რა თქმა უნდა და კარგია რომ ეს გაგრძელდება და ანუ გაგრძელდება ზაფხულამდე როგორც ვიცით, ხო? დიახ, გაგრძელდება უწყვეტად. კი ბატონო, უწყვეტად და კიდე იცით რა, აი რაც შეეხება ორი პოეტი იღებს მონაწილეობას. ან ორი ავტორი. შეიძლება იყოს ორი პოეტი, შეიძლება იყოს ერთი პოეტი და ერთი პროზაიკოსი. ერთმანეთს იცნობენ? ზოგჯერ კი ზოგჯერ. ჩვენ შემთხვევაში არ ვიცნობთ. კი, ხდება რომ არ იცნობთ. არის შემოქმედებას არ იცნობთ ერთმანეთის, ხო? არა და ადგილზე ხდება. ეს საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ დავსვი კითხვა. ძალიან კარგია და როგორი მნიშვნელოვანია, ანუ ყველა მონაწილე ერთი საფეხურით გაიზრდება, როგორც მწერალი, როგორც და ძალიან მნიშვნელოვანია, უცებ შენ აი კრიტიკულ აზრსაც, რომელიც შეიძლება სიტყვით არა, თვალებით, ემოციით გამოიხატება, ესეც მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა, რომ ძალიან დღესაც მომყვება მე ეს გუშინდელი მაყურებლის აი ეს მოცემული სიყვარულის ენერგია. ანუ მართლა ძველი სალონური რაღაცის გამახსენდა, რომლის გარეშე აი ცოცხალია მართლა ეს ყველაფერი, ცოცხალია კულტურაც და პოეზია ცოცხალია, მწერლობა ცოცხალია, სად არიან ძალიან ბევრი ხართ და მერთმა ხელი მოგიმართოთ და თქვენს. დიდი ბატონო და ცირამ სიყვარულის ენერგიით და შენი ლექსით გვინდა დავასრულოთ. და ამასობაში ბატონო ბაჩო რამეს ხომ არ დაამატებდით? დავამატებ იმას, რომ ჩვენ წერალთა სახლი, ლიტერატურული გაზეთი ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა იქნება თუ გამოცდილი ავტორები იქნებიან. მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა მიმართულებით, პოპულარიზაციის მიმართულებით, წიგნით დაბეჭდვა იქნება ეს, ფესტივალებში მონაწილეობა იქნება. ყველაფერს აკეთებს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. წერალთა სახლის, ლიტერატურული გაზეთის და ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ორგანიზაციაში მუშაობენ. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. და წარმატებებს გისურვებთ და ცირა გისმენთ. ქალაქი მეტაფორა. ქალაქში, იქ სადაც არ არის ხეები, არ ახავთ მტრედები, ვერც გრძნობას იშვილებ. არც ფოთლებს არ ესმით კვირტების ჩურჩული. ვერ მალავს სამყარო უბადრუქს იშიშვლეს. იქ სადაც წელიწადს დროები ვერ ცვლიან. ზამთარი უთოვლო ხეებზე იძინებს. გზნებარე ხმაურში, დუმილის ვერსია, მოგონილ ჭორებზე აქ ბევრსაც იცინებ. აქ უყვართ სიმშვიდე, იქნებ ერთმანეთიც, მაგრამ დრო არა აქვთ და აღარ იციან. ბრჭყვიალა სიმართლეს გულგრილად მორთავენ ქუჩებსაც სტუმრადაც ივლიან. აქ ცეცხლა დედება მზე ჩამქრალ ზეფირებს, ხან შავთეთრ ცინიზმებს ფრაზებით ისვრიან.
სოფლიო პროცესებს დაიტერს ხალვათად. ერთი ხანმოკლე სიკვდილის ერთი პროცესია. ხან შთაგონებებით დამშრალი შფოთვებით არაფერს ამბობენ და მაინც იციან. ტვრის ნაწილაკებად დაშლილი დღეები ღრუბლებში დამწყდეულ წვიმებად იცდიან. რატომღაც არ უყვართ ხეები, სახლებიც უშნო და ქალაქიც მრუდია. დაკარგულ ფერებში ცის ნასახლარებთან ძველი ჩამოშლილი ჭივჭავის ბუდია. ცეცხლივით ედება მზე ფიქრის ნაპირებს. ჰაერიც ხელი და საშიშად მშვიდია. მოდიან მზის გულზე დამჭკნარი ქალები მერე ყვავილებით გაზაფხულს ყიდიან. დრო ჩამორიგდება ცისფერი ბოდვებით. ზეცამდე სიგიჟის მთებია, აქ ძველაფიშაზე ტექსტია წაშლილი. თუ როგორ უყვარდათ, თუ როგორ კვდებიან. ქალაქში, იქ სადაც არ უყვართ ხეები, ღრუბლების სილურჯეც იქნება მითია. იქ სადაც ნაცრისფრად თენდება დღეები, გზნებარე ხმაურიც გულწრფელად მშვიდია.